ესე 90-იანი წლები და წარმოგიდგენია რომ ამ ნაცრისფერ 90-იან წლებში უცებ გვხვდება უზარმაზარი აფიშა, რომელზეც შიშველი ქალია დახატული. Gari ერთადერთი პრეცედენტი ქართულ თუ ასე ვთქვათ პლაკატის ისტორიაში. პლაკატები ძირითადად კეთდებოდა ბეჭდური და არსენ იქმნიდა ერთ ცალს. პერიოდის და იმ კულტურის სახასიათო მოვლენების ნაწილია. აფიშა იყო კინოთეატრ აპოლოზე და რომ ვიკითხე მითხრას რომ კი აქ არის ძე არსენია რომ ეს ხატავს ამეებსო და მეორე სართულზე აქვს სახელოსნო. რაღაცას ხატავდა რომ პირველად რო შეიძლება. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო ვთქვათ ტოტალიტარიზმის ეპოქა, იყო უამრავი ესეთი ცენზურა. 90-იანებში კინოში კაცშვილი შედიდა ვის ეცალა კინოსთვის გადარჩენაზე იყო სულ ლაპარაკი. კინოს მესვეურებმა გადაწყვეტეს რომ რაღაცა იაფასიანი ამერიკული, ცოტა ევროპული ფილმებით, სადაც სექსი იყო, მიეზიდათ ხალხი. ამიტომ ჭირდებოდათ ამის მისაზიდი პლაკატები და ეუბნებოდნენ რომ ხალი დახატა. თან ამ კაცს რომელსაც ხშირად არც აჩვენებდნენ ფილმებს. შესაბამისად ეუბნებოდნენ რომ ამაზე ან ეროტიკაა და პოულობდა რაღაც ჩულკის იმას რეკლამას და იქიდან ხატავდა სვავდა. დანარჩენი მერე როგორი კომბინაცია იქნებოდა, როგორი გამოსახულება იქნებოდა, რა კომპოზიცია იქნებოდა. ეს ყველაფერი თვითონ და ეს არ არის ადვილი. თავისუფალი პიროვნება იყო და ამ თავისუფლებას ვხედავთ ზუსტად როგორ манипуლირებდა და როგორ ეძებდა ის გზებს, რომ კორექტულად და ესეთი არაპრობლემურად ეჩვენებინა ის თემები, რომელსაც შეიძლება გამოეწვია ზუსტად პრობლემები. თვითონ არ თვლიდა რომ აკეთებს რაღაც განსაკუთრებულს. ის იყო ფაქტურად ეგეთი განფორმებელი ვიტრინის. ეს იყო ერთგვარად თან თვითნასწავლი, თან ესეთი ენთუზიასტი, ინტუიციით მოქმედებდა, როგორც ჩანს. ეგ არის ძალიან თვითყოფადი, ბუნებრივად ნიჭიერი კაცის ნამუშევარი. Thank you.